დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით. მისაღები გამოცდების პერიოდი მოდის და ამ დროს ყველაზე ემოციურად არიან აბიტურიენტები, განწყობილები, აქვთ შფოთვა და ასე შემდეგ, რაც ხელს უშლით მათ გამოვლენისადმი, იმ ცოდნის გამოვლენაში, რაც მათ შეიძლება რეალურად გქონდეთ. პირადად ჩვენ ეს განგვიცდია, გადაგვიტანია ეს მდგომარეობა. პირადად მე ძალიან რთულად გადავიტანე, იმიტომ რომ მისაღებ გამოცდებზე ძალიან ნერვიულობდი, მახსოვს ანრი, იმხელა სტრესი მქონდა, რომ თავიდან ბოლომდე ვკანკალებდი და იმის ნახევარი და მეათედი ვერ გადმოვეცი და გამოვხატე, რეალურად რისი შესაძლებლობაც მქონდა. ამ დროს ძალიან ბევრი რო არ გავაგრძელო, მახსოვს ერთი პატარა მითითება გიგა ლორთქიფანიძისგან, რექტორი იყო ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის, ხუმრობანარევი ესეთი რეპლიკა, რომელმაც აბსოლუტურად მომიხსნა ეს მღელვარება. ელემენტარულმა რაღაცა პატარა ხუმრობა. გამომცდელის დამოკიდებულებამ იმ დროს აი ამ დაძაბულობაში რაღაცა ერთმა ნათელმა სიტყვამ მთლიანად მოხსნა. ასევე ძალიან ნერვიულობენ მშობლები, როგორც წესი და ეს ნერვიულობა ერთმანეთზე გადამდებია და ჯაჭურად შემდეგ ხელს უშლის იმ გამოვლენებას, იმის შედეგის დადებას, რაც რეალურად გვჭირდება. აი ზუსტად ამ თემის გაშლა გვინდა, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, გარშემო მყოფი ადამიანები, ჩვენი სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი და დაგვეხმარება სტუმრებს, მშობლებს და აბიტურიენტებს და მაყურებელს აი ამ პრობლემის გადალახვაში. გაიარონ იოლად ეს გზა როგორ გაიარონ ეს გზა. მადლობა რომ გვეწვიეთ პირველ რიგში. დიდი მადლობა თქვენ, მიყვარს თქვენი სტუდია, თქვენთან სტუმრობა. მოდით პატარა ესეთ ერთი წინაადებით რეპლიკას გავაკეთებ, რომ ეს შფოთვის მიზეზი ძირეულად არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს აბიტურიენტობის პერიოდი, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი პერიოდი, ფსიქოემოციურად განვითარების ძალიან შეუსაბამო, შეუფერებელ პერიოდს, ასაკობრივ პერიოდს ემთხვევა. როცა ადამიანს აქვს ესეთი სოციალური ასაკი, აქვს ესეთი ხანა, რომ უნდა იყოს მეტად თავისუფალი, ვერ იღებს იმ ხელა პასუხისმგებლობას, რაც არის აბიტურიენტობა, არ შეუძლია და ჩვენ ვაკისრებთ, ანუ თუ ადამიანს შეუძლია ატაროს 5 კილო, 10 კილო თავისუფლად და 100 კილოს აკიდებ, უჭირს. ან მთლიანად იხსნის და აგდებს, ან და იმასაც აღარ ატარებს, რაც მას აკისრია, ან ატარებს და აი ეს შფოთვა, რაც ახსენეთ, რომ გული გადმოვარდნაზე მქონდა, ეს არის ზუსტად ეს. აბიტურიენტობის პერიოდის დაძაბულობა არ არის ეს ბოლო 2 კვირა თუ 1 კვირა თუ ეს პერიოდი, მთელი წელი არის ბავშვებისთვის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესეთი სისტემა შეგვექმნა, რომ 1 წელიწადში 12 წლის ის უნდა გაიარონ პროგრამა, გადაირბინონ და ჩვენ შეიძლება ფსიქოლოგიური დატვირთვა, ემოციური დატვირთვა ესე გარედან არ ჩანს, თუმცა სხეული ისევე განიცდის, როგორც მე ვთქვათ 5 წუთში გამარბენი 100 კილომეტრი, ზუსტად ჩვენი ემოცია, ჩვენ შიგნით ეს გადარბენა განიცდება და ზუსტად ეს გულის ამოვარდნა, შფოთვა, ოფლის დენა, ზუსტად ემოციური გადაღლის მანიშნებელია, მაღალი პასუხისმგებლობის მანიშნებელია და ყველა ადამიანმა რაღაცა თავისი ინდივიდუალური გზა უნდა ეძებოს, როგორ გადალახოს. ამას კიდევ ვტვირთავს, როგორც თქვით, მშობლების ესეთი ასევე სტრესული დამოკიდებულება და თვითონ მოზარდის ესეთი მშობლის მიმართ პასუხისმგებლობა, რომ ამ მშობელმა მთელი წლის მანძილზე საიდანღაც მოიზიდა თანხები. ბავშვმა უნდა ეს გაამართლოს, აუცილებლად უნდა გაუმართლოს მშობელს. ასევე ჩვენ ცოტა ესეთი სამხრეთულ იმპულსური ხალხი ვართ და ყველაფერს უყურებთ ესეთი ძალიან მაღალი ემოციით და რა მოხდა თუ ვთქვათ ადამიანს პირველ წელს არ გაუმართლა, ხო, ცხოვრება გრძელდება. აი თითქოს ცხოვრება მთავრდება, თითქოს მთელი პროჟექტორები, ოჯახის, პედაგოგების, მეგობრების, მეზობლებს, აი
მომართული აბიტურიენტისკენ აბა რას იზავს. მე მახსენდება, როცა ნიშნებს დებენ, აი როგორი ძნელია ვიღაცა მაღალ უყვარს მშობელს და მოწონს, რომ ის 100 ქულები გამოტოს, თქვა, ბავშვის, მაგრამ ვინც ცოტა დაბალი მიიღო, როგორ სტრესს გადის, რომ აი ეს უნდა გაამჟღავნოს, რომ დაბალი ქულა მიიღო. აი ძალიან საფაქიზო თემაა. ძალიან. მოგყვებით გულწრფელად. მშობლის ნერვიულობა, აი ერთ-ერთი ალბათ მე ვფიქრობ უმთავრესი რაღაცა მნიშვნელობის ამბავი. როგორ აი პირდაპირ გადამდებია ამ შემთხვევაში ბავშვს. ჩვენ ემოციურად გადაბმულებ, მთელი ცხოვრება მიბმულები ვარ. და რეალურად ჩემი გადმოსახედიდან მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ის შეგონება უნდა იყოს ბავშვის მიმართ, რომ თუ მაგალითად მოხდა რაღაც და ნერვიულობის ფონზე, რომელიც ისედაც ნერვიულობს, როდესაც ბავშვი რომ თუ ვერ შეძლო რაღაცა თუნდაც ბარიერის გადალახვა, ამით არ მთავრდება არაფერი, რაც წეღან ბრძანეთ და რაღაცა გაცილებით უფრო დაალგებულად, მშვიდად, მობილიზებულად უნდა მოემზადოს. აი, მშობლების დამოკიდებულების შესახებ რა სიტყოდით, რას ურჩევდით და აი შეძლების დაგვარად რომ გადმოვცეთ, როგორი უნდა იყოს მათი სწორად მიდგომა? არც ერთი უკიდურესობა ვარ გარომ საერთოდ ვითომ არ გვედარდება ინდიფერენტული დამოკიდებულება აფუჭებს საქმეს რა თქმა უნდა იმიტომ რომ თუ მშობლისთვის სულ ერთია მე რას ვაკეთებ შეიძლება მე საერთოდ დავკარგოს ერთ-ერთი მამოტივირებელი ობიექტი არის მშობელი რა თქმა უნდა აი ოქროს შუალედი რა თუმცა ხო აი როცა მშობელი თვითონ ფორიაკობს თვითონ სულ მუდმივად ამ თანხის მოზიდვაზე ლაპარაკობს სულ იმაზე ლაპარაკობს რომ თავისად გამოვყო თუ ჩემი შვილი ან დაფინანსება უნდა აუცილებლად უნდა მიიღო დაფინანსება რა თქმა უნდა იზრდება შფოთი და აი ეს შუალედი რომ მე შენთან ვარ აი ყველაზე მეტად რაც ამშვიდებს ადამიანს რომ მე შენ გვერდში ვარ მე შენთან ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ ეს გამოავლინო ეს ცოდნა მაგრამ ну ყველა შემთხვევაში მე შენს გვერდში ვარ. მხარდამჭერი თუნდაც ის წუხილი იყოს მხარდამჭერი და არა ისეთი შემტევი რომ როშედის ახალგაზრდა მთლიანად დანგრეულია გამოცდაზე. კიდე ორი კატეგორიის მშობლები არიან მშობლები რომლებიც აუცილებლად თავიანთ შვილს მაგალითად არა მარტო გრანტებს თხოვენ, არამედ კონკრეტულ უნივერსიტეტს თხოვენ. რა თქმა უნდა, და არიან მშობლები რომლებიც მზად არიან უბრალოდ თავიანთი შვილი ჩაერიცხონ რომ უსაქმურად არ იყოს თავის შვილი იმ ერთ წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ რომ ორივე უკიდურესობა ამ შემთხვევაში რაღაც მხრივ თრგუნავს აბიტურიენტს და ხო მიზანი რაც არ უნდა იყოს. შვილი ბოდის კი შვილი ასე რატომღაც ბევრი მშობლისთვის მიღებულია პირადი ამბიციების დამაკმაყოფილებელ ობიექტად. ეს არის უკვე შეცდომა. რაღაცნაირად ის რომ ჩვენ ვთქვათ რაღაცა არ გავგვიმართლა და ის შვილმა უნდა ანაზღაუროს, ის რომ რაღაცა მე ჩემ წრეში თავი როგორ გამოვყო თუ როგორ ვიყო ყოლოჩინო ასე ვთქვათ და როგორ ვიტრაბახო თუ ვიამაყო ნებისმიერი ტიპის შვილით შეიძლება იამაყო ადამიანმა, შეიძლება ჩაჭრილი შვილითაც იამაყო, იმიტომ რომ მარტო ეს არ არის ჩვენ ცხოვრებაში და სამყაროს კანონის მნიშვნელოვნება, როცა რაღაცა თუ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ტყუილად არ ხდება. მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომ თქვათ პირველ წელს სადღაც ვერ ჩააბარა, ერთი წელი დაფიქრდა და სულ სხვაგან ჩააბარა და იქ იყო ისეთი წარმატებული, საოცრად მე აღმოაჩინა უკეთესად თავის თავი. და ტყუილად არაფერი არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ან და იმ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა ჩემ ერთ-ერთ შვილსაც ჰქონდა ასეთი შემთხვევა, იმ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა სხვა უნივერსიტეტში, მაგრამ მე იქ რაღაცას პოულობს, ვიღაცას თავის ადამიანს პოულობს. ანუ ტყუილად არაფერი არ ხდება. ამდენად ადაპტირდა პირიქით ის უფრო სამყარომ უფრო თავისი შემოსთავაზა, ვიდრე თვითონ მიხვდა. ქალბატონო ვერიკო, შვილი ახსენეთ და თქვენ მშობელი ხართ, აუცილებლად მაშინ როგორც მშობელმა ისე გაეცით რჩევა იმ მშობლების გასაგუნად, ვინც თუნდაც ჩვენთვის კი არა ზოგადად სტანდარტისთვის მიუღებლად ამ შემთხვევაში ბჭყალებში იქცევიან. კი ბატონო, მეც შემშლია. მეც ისეთივე ემოციური ადამიანი ვარ, როგორც ყველა და შეუმცდარი მშობელი არ არსებობს და ესეც უნდა ვაპატიოთ საკუთარ თავსაც და შვილებსაც უნდა გვაპატიონ, მაგრამ
მთავარი არის ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც არის, რომ ძალიან ბევრ განხდება ის, რომ მთელი 12 წლის მასალა ერთ წელიწადში უნდა გაიაროს მოზარდმა, რომელსაც აი გარეთ ყოფნა და თავისუფლება უნდა. რამოდენიმე საგანში. ძალიან იქ სკოლის ვალდებულებები ცალკეა და ცალკეა კიდე ეს აბიტურიენტო 3 თუ 4 თუ 5 საგანი თუ აი ეს ტურები გასავლელი როგორც ხელოვანებს და ისიც ხო სამეცადინო. რა თქმა უნდა. ისიც ხო საპასუხო. ის არის სამეცადინო. კი ბატონო და აი ეს ერთ წელიწადში ისეთი რამე რო ძილში რო გაგაღვიძონ გახსოვს ეს ხო შეუძლებელია ერთ წელიწადში გააკეთოს ადამიანმა ის რაც არ ხდება ეტაპობრივად ნაბიჯ რო ნელ-ნელა გაუჭდეს ადამიანს ყველა ცოდნა არის ზედაპირული ყველა ცოდნა არის აი თუ ერთი ეჭვი შეგეპარა შეიძლება ისე განსაკუთრებით ტესტირება როცა და შემოსახაზი როცა ამიტომ მშობელს ყოველთვის უნდა ახსოვდეს რომ მთელი წელი უთხრას რომ რასაც ისწავლი, რასაც შეძლებ, რასაც გააკეთებ, მე იმის მადლიერი ვიქნები. უბრალოდ შენ ამ წუთას გააკეთე შენი მაქსიმუმი. გაბატონებერიკო, თუ შეიძლება რომ ბავშვს მასწავლი დაავიწყდეს. აი ნერვიულობის ფონზე ყურადღების კონცენტრაცია თუმცა ემოციამ შეიძლება გადაფაროს აი ზუსტად ეს ზედაპირული აი არის რაღაცა ცოდნა რომელიც იმდანად მექანიკაშია გადასული ზუსტად ძილში რო გაგვაღვიძონ გვახსოვს მაგალითად მე გამრავლების სტაბულა აი არ ვიცი რა იმით დავისწავლე რომ ეს ძვალში და რბილშია გამჯდარი მაგრამ აი ზუსტად ერთ წელიწადში ნასწავლი გონი ყველამ ასე ვისწავლეთ რომ გაგვიძონ მე მაინც გონი რა ამ მხოლოდ აბიტურიენტი არაფერს შუაში არ არის მსახიობებს მოქსულია მაგალითად სპექტაკლის მიმდინარეობისას დაგვიწყებია ტექსტები მაგას ფიქრობდი უბრალოდ არ დაოფიქსე ზუსტად იგივე აზრმა ემოციური კი ბატონო მე არასწორი ემოციური წლების წინ როცა პირველად მე ტელევიზიაში ვიჯექი მე მახსოვს რომ რა ვილაპარაკე არ გახსოვს აი არ მახსოვს რომ გამოვედი ყველას ვეკითხებოდი რომ არ მაყურებინოთ თუ სისულელებს ჩვეულებრივი ამბავი ისიც რაღაც აი მნიშვნელოვანი საკითხები რო არ გამოგვრჩეს აი მინდა რომ მაქსიმალურად გავამახვილო ყურადღება რა არის ისეთი ეფექტური მეთოდები თუ არსებობს რაიმე როდესაც აი რომ ბავშვს გამოცდის წინ ხელი შევაშველო იგივე სავარჯიშოები ასე ვთქვათ აფირმაციები არის ასეთი სავარჯიშოები უბრალოდ წლის მანძილზე ეს უნდა იყოს აღმოჩენილი, იმიტომ რომ ყველა ვართ ინდივიდუალური, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ლოცვა. აი, სანამ გამოცდა დაიწყება, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ვისაც აქვს ასეთი რწმენა და ხუჭოს თვალები, ნებისმიერი ლოცვა თქვას გულში და დამშვიდდება. ვიღაცის წყალის დალევა, ვიღაცის მარტო ყოფნა. წყალი რო ამბობენ შემოიტანეთ წყალი, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წყალი ანეიტრალებს კორტიზოლს და ეს შფოთი, ეს არის სტრესის ჰორმონი, ადრენალინსაც ანეიტრალებს წყალი და თან ყურადღება გადადის სხვა რაღაცაზე. შესაძლოა ვიღაცისთვის ეს იყოს დათვლა, შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს ფიზიკური ვარჯიში, შეიგრძნოს ხელები, ფეხები, როგორ მყარად მიდგას ფეხები, ცოცხალი ვარ. ფეხები მიდგას მყარად და ხელები, სადაც ჩვენ სენსომოტორული დაბოლოებები გვაქვს განვითარებული და ტვინის ნერვული სისტემა აღიქვავს თითების დაბოლოებებს, ელემენტალურად ესეთი გასმა, ხელის გულების დამუშავება, მერე უკუღმა, იმიტომ რომ ორივე ჰემისფერო ჩაერთოს, რადგან ჩვენ ნახეთ როგორ არის, რადგან ჩვენ გონება და ემოცია ერთ ტვინში და ორ ჰემისფეროში გვაქვს კი ბატონო მოქცეული, როდესაც მაღალია ემოციური მდგომარეობა, გადაფარვა ხდება გონების. და აი გამოცდების წინა დღეს, ბოლო პერიოდში, აი რამოდენიმე დღის განმავლობაში, როგორ ჯობია უფრო დაისვენონ, დასვენებას მისცენ გონება, ფიზიკურადაც გამოიძინონ და ასე შემდეგ, თუ რო ცდილობენ ხოლმე რომ მთელი წლის მასალა თუ მთელი წლების მასალა გადაიმეორონ, აი ყველა პედაგოგებს უყვართ ბოლოს აი ესე კვირაში 3 თუ დაუმატონ გაკვეთილები და შეიძლება ბოლო დღეებში ბავშვს მოეჩვენოს რომ არაფერი არ იცის. და ჯობია რა თქმა უნდა გამოძინებული წავიდეს ადამიანი გამოცდაზე, აკეთოს სუნთქვითი ვარჯიშები, იქაც მინდოდა მე თქვა ემხელების ვარჯიშთან და სუნთქვა. სუნთქვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როცა ჟანგბადით გაჯერდება ტვინი და კვება ხდება, ჟანგბადი ამშვიდებს სხეულს. და ჟანგბადი და სწორი სუნთქვა. ცხვირით შესუნთქვა, რომ გაჯერდეს სხეული და პირის მეშვეობით გათავისუფლება. 10 ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა წერის წინ თუ პასუხის წინ რომ გააკეთოს ადამიანმა,
გაცილებით დამშვიდებული იქნება ვიდრე მანამ. და ასევე სუნთქვები დილას აღამოს გამოცდამდე რო დაიწყოს და დაისწავლოს, იმიტომ რომ სწორ სუნთქვას ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა და არი ნერვიულად მიმართავ აბიტურიენტებს, თავის საქმეში გენიოსი და ბრწყინვალე ადამიანები რამოდენიმე წელი აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. გამოფებულებიც იყვნენ ამით გემშვიდობებით წარმატებას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.